ინასარიძის 3 ნომერში ვართ, რესტორანი ფლორია და აგერ როგორი წერილი მივიღეთ. ბათუმში, რესტორან ფლორიაში იქნებ ნახოთ, გააკონტროლოთ ანტისანიტარია და სად გაგონილა კუხნაში, ანუ სამზარეულოში, იყოს ტუალეტი. მოდით გადავამოწმოთ. სიმართლეა თუ არა, ჩვენს გვაინტერესებს. თურქული რესტორანი ფლორია. აგრე ლამაზი ლახმაჯუნები, ფიდეები და ასე შემდეგ სურათზე. 8 ლარად ლახმაჯუნი. გემრიელი კერძებია? რა სიტყვით ბიჭებო, კარგია? კარგი, გემრიელია. ეს უკვე პლუსია. აბა მოდით შევიხედოთ. შემოვედით რესტორან ფლორიაში, ძალიან ბევრი ადამიანი წერს და გვეუბნებიან, რომ საინტერესო საჭმელები აქვს და გვაინტერესებს თუ როგორ და რა პირობებში მზადდება საჭმელიო, მოდით ერთად ვნახოთ, არის თურქული სამზარეულო. ნახეთ, აი ეს ამ მდგომარეობაში იყოს, როდესაც ეს აქ პირდაპირ ღია პროცესი მიმდინარეობს, ბადე იყოს ამ მდგომარეობაში არ შეიძლება, ბადე უნდა გამიწმინდეთ, ხო? გაწომი მუშაობს საერთოდ? აგი? ხო. არა, ხო? არ მუშაობს. ეთყობა. ხო, ესა გაქვთ გამწოვი ის არის, აი მას ეთყობა რომ მუშაობს, აი აქედან უფრო კარგად შეხედავთ რომ რა მდგომარეობაშია ბადე. აქ არის სანიტარული ზონა, სადაც პროდუქტი იწმინდება და სუფთავდება. აქ ხდება პროდუქტის ბაზრის დაფასოება, მოწესრიგება და შემდეგ შედის უკვე სამზარეულოში და ვნახოთ რა ხდება სამზარეულოში. ნუ აქ სიგარეტს ეწევიან და ეს რა თქმა უნდა გარესივცია, მაგრამ მაინც ცუდია, იმიტომ რომ პროდუქტთან აქვს საქმე და მოდით ვნახოთ მაცივრებში რა მდგომარეობა. ვადები უნდა იყოს აუცილებლად მითითებული, ვადები არსად არ გიწერიათ და როდის არის ჩაყინული პროდუქცია, ეს გაურკვეველია და აი ნახეთ, აი როდისაა და რა არის ჩაყინული გაურკვეველია, ყველაფერი აი ქაოტურად არის. აი ნახეთ, ყველა პროდუქტი აქ არის, ეს არასწორია, ამას მე ჩაალაგებენ ქალბატონები, არავითარ შემთხვევაში ასე არ შეიძლება. დეფროსტაციისთვის არის გამოღებული და დეფროსტაცია სწორად უნდა ხდებოდეს. მოდით ჩავიხედოთ რა ხდება ფრის აპარატში. ფრის აპარატში პირდაპირ გეტყვით, რომ გამოყენებულია არა ერთჯერადი ზეთი, არამედ მრავალჯერადი ფრიტური ზეთი და გამოცვლილი არის, ანუ პრობლემა არ არის. აქ ცოტა პრობლემები არის და მართალია გამწოვი არ მუშაობს, მაგრამ აორთქლება ძალიან დიდი არის. კედლები დამუშავებულია სწორად და კედლები სუფთა არის, ჭერი გაპრიალებული და სუფთა არის, იატაკიც სუფთა არის, მოწესრიგებულია. ანუ ეხლა ცხელი პერიოდია და ბევრი სტუმარია და შეიძლება რაღაცაები ეყაროს, მაგრამ ეს როდესაც მისი მოწესრიგება და დასუფთავება არის შესაძლებელი, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. არ მუშაობს, მაგრამ აი ეს იმედია ამ ტაფებს არ გამოიყენებთ და რაც არის ზედმეტი და რაც არის გადასაყრელი, უნდა გადაყაროთ. გარეცხილია? არა, დღეს არის. გუშინ გარეცხეთ? ანუ გარეცხლია და მზად არის? არ არის გარეცხილი ეს ნორმალი. აი, რო არ აქცევს, აი ნახეთ ცხიმის რა რაოდენობაა შიგნით. მაცივარი როგორ გაწმინდეთ ბოლოს? ნახეთ. მეშინია ტოქსატარებს და ხელი ვერ მიმაქავს, მოსტო თქვი. ეს არის რა იცით, ეს არის შრომის უსაფრთხოების დარღვევა. თქვენ უნდა იმუშაოთ უსაფრთხოდ, თუ კი მაცივარი არის გაფრჭებული და დენს ატარებს, მაშინ ვალდებულია შემომტანი, შეცვალოს მაცივარი, ხემძღვანელობა და უსაფრთხო პირობები შეგიქმნას. დიხნის მაცივარია და ხო და მე თუ დიდი ხნისა ეს ხო უნდა შეიღებოს, ხო უნდა გასუფთავოს. რა უყვარს? ჟაგიანი მაცივარი უყვარს? ხო, თავისი იგია და. ნუ გადამრეთ, ჟაგიანი მაცივარი გიყვარდეს, როგორ შეიძლება ისე რომ შეყვარებ გიყვარს და რა არის ახლა? და დენი რომელსაც ატარებს მაცივარი და რომელიც დენს გირტყამთ თქვენ მომსახურე პერსონალი. ხო ახლა ეგ აბა ახლა უყვარს მაცივარი და არ იმაშება ეგ უკვე აბსურდია ჩემო ძირფას ახლა ეგ ჯობია არ გეთქვათ. არის გადახურული ტერასა, მეორე უკვე დარბაზია და აგერ გადავხედოთ და დავათვალიეროთ კერძებს როგორ ამზადებენ. ეს არის შაურმა, ხო? თურქული შაურმა. 15 ლარიდან 30 ლარამდე ეს რა არის? დონერი ხორცით. ხო. აქ მუშაობენ თურქები, ძირითადად თურქეთის მოქალაქეები. და სხვათა შორის უნდა გითხრათ, რომ თურქული რესტორნების უმრავლესობა, რომელიც ჩვენ გადაგვიღია, არის სუფთა და მოწესრიგებული. აი ნახეთ, გადაფარებულია
ეს არის ნედლეული და თარიღიც აწერი. ლამაზად გაწმენდილი მინა, აგერ უკვე მზაკერძები, ცალკე, არ ვიცი, გამოიყურება ფანტასტიურად, დარწმუნებულია გემრიელიც არის, ჩორბა. აი ეს ნახეთ როგორ ლიმნით არის ეს ჩორბა, წითელი და თეთრი. ნახეთ, როგორი ლამაზი ნამცხვარია. ეს ღურბლი ნახოთ რა მდგომარეობაში არის. აი ეს იმაზე მეტყველებს, რომ აქ სანიტარული დღე და დეზინფექცია დამუშავება არ ჩატარებულა. აი ნახეთ, როგორი გაბიდნული არის და ფეხი მისრიალებს როგორ ნახეთ, მოდით მაცივრები ვნახოთ რა მდგომარეობაა, ჩავხედოთ. ქართული შეფუთვა არის, ოღონდ ყუთზე უნდა იყოს აღნიშნული. მისი ვარგისიანობა და განმოტანილი უნდა იყოს აუცილებლად. წერები ძალიან საკმაოდ რაოდენობით დაფრინავენ. ქუჩიდან შემოსული სამოსი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს სამზარეულოში. ბადე გასაწმენდი არის. ზედაპირები არაჩვეულებრივი გაქვთ. კედლები კარგად გაქვთ, გაკეთებული. ეს არის გადასარეცხი. აი ამ ნახეთქებში არის სულ ამ ნახეთქებში არის ჩამჯდარი ხორცი თუ რასაც ამუშავებთ აქ და ეს არის ზუსტად მიკრობების გავრცელების ბუდე. დაფებს მიაქციეთ ყურადღება. დაფები უნდა გამისუფთავოთ სათანადოდ, ასე დაფებზე მუშაობა არ შეიძლება. ჭურჭელი არის ძალიან კარგი, ნახეთ. აი მართალია მტრიანია, მაგრამ კარგად გარეცხილია ყველაფერი. გამწოვი მუშაობს, რაც ძალიან მომწონს. ეს არის სარეცხი მანქანა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა და აი ეს უკვე ვერანაირად ვერ მომეწონება. ჩვენ ამ სინებს ამოვიღებთ, ხოვდებთ ზედაპირებზე. ქვევიდან ხო ისურება პროდუქტი, აი პირდაპირ პროდუქტი პროდუქტზე, აი შეიძლება რომ იყოს. აი ნახეთ მაცივარი, გაქვთ სუფთა, გაპრიალებული. კედლები გაქვთ სუფთა, აბლაბუდებს ვერ უყურებ. სუფთა გაქვთ ყველაფერი. ანუ შრომობთ, მაგრამ ასეთი შეცდომის დაშვება არ შეიძლება. თან ნახეთ რა არის კიდე. აი ეს კარტოფილი, ხო? კარტოფილი ფრი. დისტრიბუციის მანქანას ხო მოაქვს. ეს იმიტოა შეფუთული, რომ შიგთავსი სუფთაა, მაგრამ გარეთ პროდუქცია, აი გარეთ პარკი არ არის სუფთა და აი როდესაც თქვენ ერთ სივრცეში ამას ხო ვეღარ გარეცხავთ თქვენ ამ გამზადებულ პროდუქციას. ესენი ერთმანეთს ხო აბინძურებენ. ერთმანეთთან შეხება არ უნდა გქონდეს. ეს როდინდელი ხორცია. ეს რა არის? ხვარი? რამდენია ხორცი იცით? აღწერას არ აკეთებთ ხორცი რამდენი გაქვთ? და როდინდელია? 5 დღეს თითქმის 5 დღეა გვაქვს ესე ჩაყინული. რას ლაპარაკობთ? რა 5 დღეა? 5 დღეში თქვენ ამდე ხორცს ყიდულობთ? რას ამბობთ? რას ხვარი შეიძლება იყოს 5 დღის, მაგრამ აი ეს რა ხორცია? საქონელი ხვარი, ერთად განთავსებული. ხა მე რა ისა მაქვს, რომ არ დავიჯერო. უნდა დავიჯერო, იმიტომ რომ მე ამას ვერანაირად ვერც მე და ვერც ერთი მაკონტროლებელი დაჭრულ დაფასებულ ხორცს შეიძლება თქვა ძვალზე თუ არის კიდე სპეციალისტმა ვეტერინარმა გაარჩიოს, მაგრამ მე ვეტერინარი არა ვარ და გარჩევა ნამდვილად გამიჭირდება. არც სადმა და არ გიწერიათ, არსად გარჩევა არ გიწერიათ. ეს რო გაიყინება, ხაშლამა იქნება თუ რა იქნება, ვერანაირად ვერ განსაზღვრავთ ამას. აი ასე იყო შენახული პროდუქტი, ეს არის დანაშაული. ეს არის ნამდვილად დანაშაული და ნაგვის პარკში იყოს მოთავსებული კიდე გასაკეთებელი პროდუქტი, აი ეს მართლა დანაშაულია. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ეს იყოს სულ. დარბაზი, სადაც უამრავი ტურისტია. ნახეთ, რამდენი ტურისტია, ვისაც უყვარს თურქული კერძები და თურქული სამზარეულო, სავსეა ეს დარბაზი. ელოდებიან კერძებს, აი აქედან ხდება კერძების გაცემა, ხო? ამშრალებენ და მოდით ბოლო-ბოლო გავარკვიოთ ეს საპირფარეშოს ამბავი, ანუ რა ხდება. სინამდვილეში მართლაც სამზარეულოს ტერიტორიაზე არის ერთი საპირფარეშო, მაგრამ როგორც ჩვენ დავადგინეთ, ეს საპირფარეშო არის მხოლოდ თანამშრომლებისთვის. და ეს სწორია, თანამშრომლებს უნდა ქონდეთ თავისი სველი წერტილი, ცალკე, რომ არიარონ ამისთვის დარბაზში. მაგრამ სტუმრისთვის თუ არის ტუალეტი, მოდით ესეც დავადგინოთ. სტუმრისთვის არის ცალკე საპირფარეშო, როგორიც უნდა იყოს.
ეხლა არ შევალთ, იმიტომ რომ დაკავებულია, მაგრამ ხედავთ რომ არის. მოდის წყალი, აი ეს არ მომწონს, მე ნაგვისურნა რატო დგას პირდაპირ ონკანთან და ნიჟარასთან ძალიან არაესთეტიკური და არასწორია. შეიძლება რომ კუთხეში დაეყენებინათ, არ ვიცი, იმიტომ რომ მე აქ უნდა საპონი, აი ეს საპნის ქაფი გამოვიყენო ხელის დასაბანად და აქვე არის ნაგვის ურნა. ეს რა თქმა უნდა არასწორია. ეს არის ჩემი აზრით აბსოლუტურად მიუღებელი, იმიტომ რომ ნაგვის урна უნდა იყოს აი აქ კუთხეში იატაკზე და არა ნიჟარასთან, სადაც ჩვენ ხელს ვიბართ. ბრალს ვერ დავდებთ ამ რესტორან ფლორიას, რომ მათი სტუმრები დადიან სამზარეულოს საპირფარეშოში. ეს ნამდვილად არ არის სიმართლე. ხოლო თქვენ კი იცით, რომ გადაცემა სახალხო კონტროლი ყველაზე მიუკერძოებელია, რომელიც ყოველთვის გაფრთხილების გარეშე მიდის ობიექტებზე და მხოლოდ იმას აჩვენებს, რაც არის რეალობაში და რაც მოხდება ჩვენს კამერების ეკრანებზე. მაშ ასე თურქული რესტორანი ფლორია ბათუმში ინასარიძის 3A ნომერში.